ანუ ნამადლობა პირველ რიგში მინდა მივესალმო ლევან ხაბეიშვილს, ის ჩემი ძველი მეგობარი არის და ვნახეთ ჩვენ სასამართლომ როგორი განაჩენი გამოუტანა პოლიტიკოს სიტყვის და აზრის გამოთქმისთვის. მივესალმები მას, მხნეობას ვუსურვებ და ყველა სინდისის პატიმარს და პოლიტპატიმარს მალე გათავისუფლებას და ეს გარკვეულწილად ჩვენს აქტიურობაზე და ჩვენს ბრძოლაზეც არის დამოკიდებული. ახლა რაც შეეხება დღევანდელ დღეს ჩვენ მოქალაქეები, როგორც რიგითი ადამიანები, ვიყავით ჩასული ხურვალეთში, რათა პატივი მიგვეგო ვალია ვანიშვილის, დათა ვანიშვილის მეუღლის თვის და ეს ოჯახი საქართველოს გაიცნო, ყველა პატრიოტმა იცის დათა პაპა და მისი მეუღლე და დათა პაპას ანდერძი, როდესაც მან თავის ცოლს დაუბარა, რომ არსად წახვიდეს სახლი არ დატოვო, ქართველები დაგეხმარებიანო. და წლების შემდეგ, როდესაც ქალბატონი ვალია გარდაიცვალა, ჩვენ გქონდა სურვილი, რომ პროცესია ჩავსულიყავით და ამ დაკრძალვის ცერემონიისთვის შორიდან მაინც გვედევნებინა თვალი. ჩვენ ვიცოდით, რომ იქ არსებულ მართლმხართებს იქით ვერ გადავიდოდით, მაგრამ მართლმხართებამდე მისვლის საშუალება მაინც მოგვეცემოდა დროულად. გასვენება იყო 15 საათზე დანიშნული და ჩვენ 1 საათით ადრე უკვე გახლდით ხურვალეთში საგუშაგოსთან, სადაც პოლიციელები დაგვხვდნენ. მათ ჩვენ პირადობები ჩამოგვარცეს, პასპორტები, გადაგვიღეს ფოტოები, ვიდეოები, მანქანები შეამოწმეს და გვქონდა მოლოდინი, რომ რამოდენიმე წუთში მოხდებოდა ჩვენი გაშვება მათივე თანხლებით და 7-8 წუთის გზა გახლავთ საგუშაგოდან ამ მართლმხართებამდე. მაგრამ სამწუხაროდ ეს პროცესი გაიწელა და 1 საათზე მეტხანს ჩვენ მოთმინებით ველოდით, მაგრამ როდესაც უკვე გვიკავშირდებოდნენ ადგილობრივებიც, რომლებიც ვეუბნებოდნენ, რომ უკვე უნდა დაიწყოს გამოსვენების პროცესი და ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიყავით ამ საგუშაგოდან დაძრულები, კიდევ უფრო მეტად მოვითხოვეთ პასუხები იმაზე, თუ რატომ ხდებოდა ჩვენი ასეთი ხანგრძლივი შეყოვნება. ეს იყო ხელოვნური ბარიერები შექმნილი. არ ვიცი რა მიზანი ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩვენი ამ შეყოვნების, რატომ გააკეთეს ესეთი ხელოვნური ბარიერები და რატომ არ მიგვიშვეს დროულად იმ მართლმხართებამდე, სადამდეც საოკუპაციო ხაზთან, სადამდეც შესვლა შეიძლებოდა. მე ვგონებ, რომ ეს იყო მიზანმიმართული მხოლოდ იმისთვის, რომ ეჩვენებინათ, რომ თითქოს უბრალო დაკრძალვა იყო ეს და არაფერი განსაკუთრებული. არა და ჩვენთვის ეს ქალბატონი და მისი მეუღლეც არიან განსაკუთრებული ადამიანები. ისინი იქცნენ ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლოებად, რომლებმაც თავიანთი კერა, თავიანთი სახლი, მიწა-წყალი არ ატოვეს და ურთულეს პირობებში აგრძელებდნენ ცხოვრებას. და ამ ადამიანების დასაფასებლად, მათთვის პატივის მისაგებად ჩასული მოქალაქეების იქ გაჭაჭანება არ უნდოდა თითქოს. ეს იყო ალბათ მათი ძალიან უგუნური მიზანი. სხვა არაფერი არ არსებობს საფუძველი, რის გამოც ამდენ ხანს უნდა მომხდარიყო ჩვენი შეყოვნება. როცა თან წინასწარაც იცოდნენ, გაფრთხილებულებიც იყვნენ იმის შესახებ, რომ დაკრძალვაზე ვაპირებდით ჩასვლას და ამის თაობაზე საჯაროდაც იყო გაცხადებული და ასევე სატელეფონო ზარითაც ჰქონდა ვაცნობეთ მათ მოკლედ წინასწარ. შემდეგ როდესაც უკვე სამწუხაროდ გამოასვენეს სახლიდან ქალბატონი, მაგის შემდეგ 9 საათში მოხდა ჩვენი მიცილება მართლმხართებამდე. აი მაშინ თქვენ გეკითხებით, რა იყო ამ ყველაფრის მიზანი, გარდა იმისა, რომ
იქ ჩვენ დროულად ვერ მოგვეხერხებინა ასეთი დასაფასებელი ძვირფასი ადამიანის ხსოვნისათვის პატივის მიგება. ჩვენ მავთულხარდებთან მაინც მოვახერხეთ ყვავილების მიტანა, წუთიერი დუმილი, სიტყვით გამოსვლები, შესრულდა საქართველოს ჰიმნიც, საქართველოს დროშები და ევროკავშირის დროშები გაიფინა ამ მავთულხარდებამდე, მავთულხარდებზე და ვიმედოვნებ, რომ ჩვენ ძალიან მალე მოვახერხებთ ამ მავთულხარდების მოშორებას ამ ტერიტორიიდან. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა თეონა ჭალიძე გვერდთობოდა დღის ამბების პირდაპირ